გამარჯობა, მე ვარ თინათი გოგოჩაშვილი. YouTube არხი კიბენი წარმოგიდგენთ გადაცემას პოლისემია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურას და ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს. რატომ არის მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება დღემდე ერთობ საინტერესო? რატომ არის რომ მისი ნაზრევი თითქოს და უკეთესად განსაზღვრავს თანამედროვე პრობლემებს, თანამედროვე ვითარების სხვადასხვა ასპექტებს? Აი სწორედ ამაზე, ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს მე თინათი გოგოჩაშვილი, ფილოლოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა წიქარიშვილი. ლელა, მოგესალმები. მიხარია რომ ჩვენ ერთხელ კიდევ ხვდებით ერთმანეთს და კვლავაც მოგვიწევს მიხეილ ჯავახიშვილზე საუბარი. მაშასე, მოდით და დღევანდელი საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება ჯაყოს ხიზნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში. ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ აისახება 24 წლის აჯანყების ტრამვა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თავად მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაზე. მოგესალმებით, ნიკო, ძალიან მიხარია მახარებს თქვენი პროექტი და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებისადმი ასეთ გამოკვეთილი თქვენი ინტერესი ძალიან სასიამოვნოა, სასიხარულოა. 1924 წლის მოვლენები მწერალმა, როგორც წინა გადაცემაში აღნიშნეთ, ფრიად კინეულად განიცადა, ძალიან დრამატულად 1925 წელს აჯანყების მარცხიდან და რეპრესიებიდან. ერთი წლის თავზე მან იმ ფარულად იდუმალებით, ასე ვთქვათ, ესეც აიდუმლო ვითარებაში პანაშვიდიც გადაუხადა ბაკურიანის ერთ-ერთ ეკლესიაში 24 წლის აჯანყების მსხვერპლთ დახოცილებს. უბისტიგნაკში ის აღნიშნავდა, დღეს ცოცხლები მკვდრები ვართ, დახოცილები კი უკვდავი არიან და ცოცხლებზე ბატონობენ. აი ესეთი განცდა ჰქონდა სწორედ აი მსხვერპლისადმი, რომლის ზუსტი რაოდენობაც და ზუსტი, ასე ვთქვათ, განსაზღვრა დღესაც რთულია და მეცნიერებს უჭირთ. ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი დახოცეს საზარელ რეპრესიებში. წერლის წინაშე დაისვა საფიქრალი, ასეთი ამოცანა, როგორ უნდა გადარჩეს ნაციონალური იდენტობა, ეროვნული სხეული, ეროვნული ენერგია, როგორ უნდა გადარჩეს და როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. ამ ტრამის შემდეგ და ამ რეპრესიებს ხომ ვაფასებთ და აღვქვამთ როგორც მიზანმიმართულ, გამიზნულ, ასე ვთქვათ, აი სასტიკს ადამიანშელო აქციას, რომელსაც ეკისრებოდა არა მხოლოდ მსხვერპლის მასშტაბის ზრდა, არამედ გაზრდა და ბევრი ადამიანის დასჯა, არამედ ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნული, ასე ვთქვათ, შეგნების კენსტრაფის ჩაკულა და რეპრესირება, ანუ ეროვნული სხეულის ხერხემლის გადატეხა და წინააღმდეგობის მოსპობა. ეს იყო ესეთი პოლიტიკური გეგმა ამ კუთხით. რა თქმა უნდა, მწერალი კარგად იცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ერკვეოდა პოლიტიკურ პარტიულ ბრძოლებში იმ პერიოდში და ის ისედაც ხელის გულზე ჩანდა. მაგრამ მთავარი საფიქრალი იყო ერთი, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება და არსებობა, როგორ უნდა შენარჩუნებულიყო და გადარჩენილიყო ეროვნული იდენტობა, აი ამ სალეწ მანქანაში, როგორც ის უწოდებდა საბჭოთა სახელმწიფოს ადამიანის ხვედრი, ამ სალეწ მანქანაში, საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოს სალეწ მანქანაში მწერლის ხედვით იყო ძალიან მძიმე, ადამიანი ნადგურდებოდა, როგორც ინდივიდი და როგორც ეროვნული სოციუმის ნაწილი. მწერალმა მიმართა თავისი მზერა ისტორიისკენ და არც თუ შორეული წარსულისკენ. და ფიგურა, პერსონა, რომელმაც მისი ყურადღება ამ კუთხით მიიპყრო, იყო არსენა ოძელაშვილი. წყაროები, როგორც ფოლკლორული, ასევე საისტორიო მწერალს ხელთ ჰქონდა, ცნობილია ის, რა მხელავ სამუშაო გაწია მან ამ პერიოდის შესასწავლად, მოვლენების დასამუშავებლად და იწერება რომანი არსენა მარაბდელი. თუ კი ჯაყოს ხიზნების ფინალში არ ჩანს, ძალიან სუსტია იმედის სხივი. თუ კი რომანის ფინალში თეიმურას ხევისთავი გვევლინება უკიდურესად სულიერად დამძიმებული და მართალია ერთგვარად იმედის სხივს აჩენს აქ სინანულისა და აღსარების მოტივი.
მწერალი არსენ ამარაბდელში ეძებს უფრო მეტ იმედს და მეტ, ასე ვთქვათ, საყრდენს და საერთოდაც ტენდენცია გადარჩენის, გზების ძიების, ოპტიმისტური განწყობის მკითხველისთვის შეთავაზების ასახული არა მხოლოდ არსენ ამარაბდელში, არამედ აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები მწერლისა, რომელსაც იქ ჯაყოსის ტების გვერდით აყენებდა, ის არის თეთრი საყელო. თეთრ საყელოში ქალაქელი ელიზბარი, ასე ვთქვათ, დათრგუნული და ერთგვარად დეპრესიული იმით, რომ თავს დაატყდა იმდროინდელი სუფრაჟისტების მოძრაობის წარმომადგენელთან თანაცხოვრება და ფსევდო ამ ღირებულებებისა და ფსევდო რაღაც მოდერნული იმდროინდელი თავს მოხვეული სრულიად სოციალური სტატუსით უნდა ეცხოვრა მას და ეს ყველაფერი მას მობეზრდა და ელიზბარი მიდის ხევსურეთში და აი ეს იქ ქორწინდება ვინმე ხათუთაზე ხევსურის ქალზე და ის პოულობს საბედოს და ამავე დროს პოულობს საბადოს. საბედო და საბადო. ქართულ ენერგიას, ქართული წიაღის მიღმა ვერ აღმოვაჩენთ და ვერ ვიპოვით. ქართველი კაცისთვის ყოველგვარი უძლურების, სევდის თუ სისუსტის გამკურნებელი ისევ მშობლიური წიაღია, დედა წიაღია და ჩვენ რომანის ფინალში შედარებით ოპტიმისტურ მდგომარეობას ვხედავთ, ელიზბარს აქვს სრულფასოვანი ოჯახი და მან მოიპოვა თავისი საბედო და საბადო. ნელა, აი შეიძლება ესეთი რამე ითქვას, რომ აი ამ სრული სასოწარკვეთის ფონზე, როდესაც იმედი არსაიდან აღარ ჩანს, ხო? განსაკუთრებით ეს აჯანყების შემდგომ ადამიანი ვარდება სრულ სასოწარკვეთილებაში, თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ რადგანაც ადამიანის ბუნებაში არ შეუძლია ამას შეეგუოს, იმიტომ რომ მისი ფიზიკური ცხოვრება გრძელდება, ხო? აი ამიტომ ხდება უკვე რაღაც სულიერ აუცილებლობა იბადება, რომ მან უნდა იპოვოს რაღაცა იმედი. და იმიტომ არის სწორედ ალბათ შესაძლებელია, ხო, ეს აი ამ მეტი ოპტიმიზმის ძიება, მაშინ როდესაც თითქოს პირიქით სრული სასოწარკვეთილებით უნდა იყოს მოცული. აბსოლუტურად სწორი მიმართულება, რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალია ცოცხალი ორგანიზმის მიერ, ცოცხალი მოაზროვნე ადამიანის მწერლის მოღვაწის მხრიდან ასეთი საყრდენის ძიება და იწერება პუბლიცისტური წერილი მასალები ლექციისათვის, რომელიც არის გამოხმაურება ნიკოლო მიწიშვილის წერილზე, ძალიან სევდიან, კაეშნიან წერილზე ფიქრები საქართველოზე, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს, რომ ის ღვთის ხელს საქართველოში და ქართველებში ვერ პოულობს და ვერავითარ პერსპექტივას, ასე ვთქვათ, განვითარების, რეგენერაციის ქართულ გარემოში ის ვერ ხედავს. მიხეილ ჯავახიშვილი უპირისპირებს ფუნდამენტურ მსჯელობას, რომელიც მოგვაგონებს დაახლოებით ილია ჭავჭავაძის პათოს წერილებიდან, აი ისტორია დაახლოებით 14 წერილია. და ილიამ ეს ყველაფერი მიუძღვნა ეროვნული ნიჰილიზმის პროპაგანდისტების, ეროვნული არაფრობის, ასე ვთქვათ, იდეის გამავრცელებლების ამ მავნე ქადაგების დაძლევას. მიხეილ ჯავახიშვილი ეს წერილი მრავალ მხრივ არის საყურადღებო, მაგრამ იქ არის ესეთი სილუეტი ხატოვანი, ყოველი გამანადგურებელი შემოსევის შემდეგ მოპარსულ მიწაზე იდგა შიშველ-ტიტველი ქართველი და ლევ ტოლსტოის ხაჯი მურატის თავცეცხლასავით აგრძელებდა ცხოვრებას თავიდან. მოპარსული მიწა და ამ მიწაზე მდგარი ნაფლეთებით შემოსილი ქართველი. აი ეს ძალიან ხატოვანი, მე მაგალითად ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ამ წერილიდან. სავარაუდოდ მწერალი ასე ხედავდა საკუთარ და მთელი ქართველი იმდროინდელი ქართული სხვათა შორის შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მე მქონდა ესეთი განცდა ამ წერილის კითხვისას, როდესაც ის უპირისპირდება პრინციპში ნიკოლო მიწიშვილს, ხო? მიწიშვილმა ხო ძირითადი პერიოდი მაინც თავის ცხოვრების საზღვარგარეთ გაატარა და აი თითქოს რამდენჯერმე სპეციალურად უსვამს ხაზს, რომ ბოსფორის სრუტის ნაპირზე ჩამომჯდარი და რაღაც, ანუ ის არ არის აქ ჩვენ ვართ. ხო, აი ესეთი გამოვართ და ჩვენ ვართ, აი ეს მოპარსულ მიწაზე
ცარიელ-ტარიელად დარჩენილია, ჩვენი თავის ანაბარად და ჩვენი ფიზიკური არსებობის ანაბარად დარჩენილი ქართველები. აი ეს ძალიან საინტერესო ნაწარმოებია, ძალიან საინტერესო. ქართველებს საზღვარგარეთ წასულ ახალგაზრდებს ის აგვირდებოდა 1907 წელს დაიწერა არაჩვეულებრივი წერილი ქართველების ჟენევასა და პარიზში. აი ძალიან მახვილი თვალით აგვირდებოდა და იკვლევდა რას აკეთებენ ქართული ახალგაზრდები უცხოეთში. ეს ცალკე თემაა, რა თქმა უნდა, და რომ დაუბრუნდეთ ისევ ეროვნული გადარჩენის გზების ძიებას სოციალურად ასეთი საყრდენი სოციალურ ჯგუფთა შორის მაღპოვა გლეხობაში. დაუბისიგნაკიში ჩაწერა კიდეც რომ თავადური საქართველო იყო გლეხური მუშური არის გულისხმობდა როგორც ჩანს აი ასე ვთქვათ პროპაგანდისტულ საბჭოთა მანქანას და მუშათა კლასზე გამძაფრებულ ესეთ აპელირებას გლეხების გლეხური საქართველო იქნება. დიახ. ასე რომ აი ამ გლეხკაცობის წიაღში, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძე ოთარანთ ქვრივში, ამ გლეხკაცობის წიაღში ისეძებდა ილიას, როგორც იდეალს, როგორც ილიამ თავის დროზე პოვა ეს იდეალი და დახატა ოთარანთ გიორგის სახით, აი ასე შექმნა მან გარეგნობით, ზნეობრივად, შინაგანად სრულყოფილი იდეალური სახე იყო ასეთი მცდელობა ამ იდეალის შექმნისა, ეს არის არსენა მარაბდელი, არსენა ოძელაშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულ მასალას მწერალი მიუდგა ჩემი გადასახედიდან ისე როგორც ეს მას ასწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ მხრივ დიდი მასწავლებელია მე-19 საუკუნის ჩვენი მწერლებისა. 1839 წელს დაწერილ პოემაში, რომელშიც პოეტმა ასახა 1795 წლის კრწანისის კატასტროფა, იუდას მიერი გამცემლობა შეფარული და გადატანილია 1832 წლის შეთქმულების მარცხი. პოემაში ასახულია ორი დრავმა, ერთი 1795 და 95 წლის და მეორე, რომელიც არ არის ნახსენები, მაგრამ იგულისხმება 1832 წლის კატასტროფა. ეს წაკითხვა ამ პოემის ქართულ ლიტერატურის ცოდნობაში დამკვიდრებულია. გურამ ასათიანის მიერ არის საფუძვლიანად ჩამოყალიბებული. ასე რომ ისტორიაში ტრანსფერის ხერხის გამოყენება, ძველი ნარატივისა და ძველი, ასე ვთქვათ, ქრონოლოგიის წიაღში თანამედროვე სათქმელისა და თანამედროვე კონტექსტის შებურვა, ეს ქართული მწერლობისთვის არ იყო სიახლე და ამ თვალსაზრისით მან გააგრძელა სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხაზი. შეაბიჯე ახალი სტანდარტის, სილამაზისა და ხარისხის სამყაროში. ჩვენი ბრენდირებული ჭურჭლის კოლექციები იქმნება იმავე საწარმოებში, რომელშიც იბადებიან მსოფლიოს საუკეთესო და სახელგანთქმული ბრენდები, რომელიც ნებისმიერ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ჩვენს ულამაზეს სივრცეში შეიგრძნობა ორიგინალობა, ბრენდული ხარისხი, უმაღლესი ეკოლოგიური მარკირება და დიზაინი. ფერადი, ელეგანტური და უკიდურესად დახვეწილი თითოეული ნივთი აერთიანებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ესთეტიკას, გამძლეობას და გემოვნებიან დეტალებს. მოგბრძანდი პეკინის ქუჩის 5 ნომერში, ჩვენთან მხოლოდ სტუმრობაც კი უკიდურესად სასიამოვნო და საინტერესოა. ნიკოლოზ ბარათაშვილი პერსონაჟადაც გვევლინდება არსენა მარაბდელში. არსენა რომანის დასაწყისში აცხადებს, რომ ის იმ დღეს, როცა უნდა იჭიდაოს პირველად რომანში, სწორედ ტატოს ბედზე ჭიდაოს. ტატო წარმოდგენილია როგორც ყმაწვილი, მარად ახალგაზრდა, მუდმივად ყმაწვილი, ისე როგორც ის დარჩა ქართულ ისტორიაში. არსენა მარაბდელის შესახებ გამოთქმულია ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება ბატონი როსტომ ჩხეიძის ფრიად საყურადღებო და რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი. როსტომ ჩხეიძის თვალთახედვით არსენა მარაბდელში ასახულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის საქმენი და მისი მოღვაწეობა, მისი სახე. არსენა ოძელაშვილს რეალურს მესტირულის პერსონაჟს არ ჰყავდა რასმი. მას არავინ უწოდებდა ბელადს. ბელადად მოიხსენიებდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს და ბელადს ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჰყავდა და ის ხელმძღვანელობდა პარტიზანების რაზმს, როგორც ცნობილია.
და უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. ესეც ამყარებს იმ ასე ვთქვათ მოსაზრებას და იმ ხედავს, რომ ჩვენი მწერალი ისტორიას და თანამედროვეობას ასე აკავშირებდა ერთმანეთთან და ცოტა უხეშად ვთქვათ იყენებს, ხო? დიახ, ის ასე იყენებდა ისტორიას თანამედროვეობის შესანიღბად და ალეგორიული მეთოდის გამოსაყენებლად, რა თქმა უნდა, ალეგორიზებისთვის, ისტორიის ალეგორიზება თუ შეიძლება ესე უწოდოთ ამ ხერხს. არსენა მარაბდელი შედარებით ოპტიმისტური ნაწარმოებია და ძალიან მკაფიო სიმბოლოებით არის ეს რომანის ფინალში ეს ოპტიმიზმი რეალიზებული. ეს არის დროშის სიმბოლო, რომელიც რომელიც რჩება არსენას შთამომავლობას, მაინც და არსენას ნათესაობას. ძალიან საინტერესოდ იხატება ახალციხელ ქართველთა, გამოსულმანებულ ქართველთა სახეები და უნდა ითქვას და უნდა ვაღიაროთ, რომ მწერალი ხაზს უსვამს ეთნიკური, ეროვნული სახის შენარჩუნებას. იმას რომ ახალციხელი ქალები, მუსლიმი ქართველი ქალები, რომლებიც ებრძოდნენ გიაურებს რუსების სახით, ასეთი იყო მათი საბრძოლო პათოსის საფუძველი, როცა მათ ესე იგი მოიხსნეს თავიანთი პირსაბურავები, გამოჩნდა რასობრივად და იერით წმინდა ქართული სახეები. და ხაზგასმულია ის, რომ აი ამ ქართველობას უკეთ აქვს შენარჩუნებული თავისი ეთნიკური იერი, გარეგნული ნიშნებით, სახის წყობით, პარამეტრებით. ეროვნული ნიშნები, გარეგნობით, ასე ვთქვათ, გარეგნობაში გამოვლენილი ეროვნული პროფილი ამ საკითხზე ხაზია გასმული მასალებშიც. და ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩვენი მწერალი ერთგვარი ნაციონალისტია, მე არ მოვერიდები ამ ასე ვთქვათ სიტყვის და ტერმინის გამოყენებას მის მიმართ ის ასე ფიქრობდა, ის ერთმანეთისგან განასხვავებდა რა არის ქართული ნაციონალიზმი და რუსული ნაციონალიზმი, ანუ რა ღირებულებებს და პრიორიტეტებს ახავს ერთი და მეორე და მას თუნდაც ეროვნული ტიპის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა. იცი რა ლელა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ახლა ცხადია არსენა მარაბდელში გაცილებით მეტად ჩანს ეს ოპტიმიზმი, რომელზეც შენ უკვე ილაპარაკე, მაინც რაღაც რჩება ხოლმე ხშირად შთაბეჭდილება, რომ თითქოს მიხეილ ჯავახიშვილი რაღაც ეპიზოდების აღწერით ცდილობს მკითხველს დააჭიროს ფეხი რაღაცა ტკივნეულ ჭრილობებზე, რომ ან უფრო მძაფრად იგრძნოს ყველა ის ტრაგიკული მომენტი, რაც კი ნაწარმოებში აღწერილი და რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში რეალობის მხატვრული ასახვაა. აი, ეხლა ამ შემთხვევაში გულისხმობ იმავე არსენა მარაბდელში 9 საფლავზე გაშულ ტყას, ხო? ეს ხო არის იმდენად მტკივნეული მკითხველისთვის, იმდენად მძიმე აღსაქმელი ქართველი მკითხველისთვის, ხო? და ის ესეთი, ასე ვთქვათ, მთელი რეალისტური, მხატვრული რეალიზმით აღწერს აი ამ ამბავს, ხო? და მისთვის დამახასიათებელი კაცრი და დამაჯერებელი რეალისტური მანერით. ის იყო სტატია ამ რეალისტური აღწერილობების, რეალობის გაცოცხლების. თვითშალვა ამირეჯიბიც კი ამბობდა, რომელსაც არ მოსწონდა ჯაყოს ხისნები, ქართველი თავადაზნაურობის დამცრობილად წარმოდგენის გამო, მაგრამ რაც შეეხება ბოლშევიზმს ჯაყოს სახით, მან მიხეილ ჯავახიშვილმა სასტიკი სარკე აუყუდა თვალწინ ბოლშევიზმს. ეს სწორედ ისეთი რეალისტური სარკეა, რომელსაც ილია მოიხსენიებს თავის კაცი ადამიანში. რაც შეეხება აი ამ რეალისტურ ტენდენციას, და ითქვას, რომ მწერალ შორს წასვლა არ სჭირდებოდა და არანაირი მეტი პედლების გამოყენება ამ რეალობის დასამძიმებლად. ესეც ძალიან მძიმე რეალობა იყო. როზგი და კაცის გატიტლება ქართველებს დაანახა რუსმა მმართველობამ, რუსულმა ცარიზმმა.
ნუ ამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება შორს არ წავალთ, მწერალი რა თქმა უნდა ყველაფერს ყველა ინფორმაციას ფლობდა, ჯერ მარტო ალექსანდრე ფრონელის წიგნი 1912 წლის კახეთის აჯანყება და ის ფაქტები, რომლებიც თვითონ რუსული სამხედრო რელაციების ფურცლებზე ეწერა და იყო აღწერილი, როგორც სხვადასხვა აჯანყებისა და ანტირუსული გამოსვლის მაპროვოცირებელი, რამ დააკარგვინა მოთმინება ამა თუ იმ სოფლის გლეხობას მაგალითად, ან რატომ გავარდა ფირალად ესა თუ ის ყაჩაღი, ან რამ გამოიწვია ქართველ მებატონესა და გლეხს შორის ასეთი გათიშვა, გაუცხოება და გლეხის გადავარდნა, გადახვეწა და გააბრაგება და გაფირალება. მწერალი დეტალურად და ძალიან დამაჯერებლად გვაჩვენებს, რომ ეს არის რუსული წითური ძალადობა. ეს წითური ფერი დომინირებს. მაიორი არლოვი, მთავარი მოძალადე, რომელიც წარმოდგენილი არსენა მარაბდელში, ის წითური ლამბალო დაყავშა, რომელიც სწორედ აი ამ პერიოდის ნაწარმოებია და უმძიმე სასტიკ პანორამას გვიჩვენებს, ოღონდ რუსული ესეთი მოძალადეობრივი რეპრესიული მანქანა იქ წარმოდგენილია სპარსეთში. ზუსტად ანალოგიური ეპიზოდია ლამბალო დაყავშაში იმ ეპიზოდისა, რომელიც შენ ახსენე, რუსული მართლმადიდებელი მისიის ეზოში სჭიან რუსული, ასე ვთქვათ, რუსები სჭიან ადამიანებს გაშოლტვით. რაც შეეხება არსენა მარაბდელს, აქ შერჩეულია საკრალური სივრცე მარაბდის ეკლესია, მარაბდებლებისთვის 9 ძმა ხერხეულიძის საფლავი და ამ საფლავების ქვებზე, ისე რომ ეს რუსული ახალი მმართველობა არც მოიკითხავს, ვინ არის ეს აქ დასაფლავებული, რა ღვაწლი მიუძღვის იმ ხალხს, რომელიც აქ ასვენია, არავინ ამას არ კითხულობს და რუსი დესპოტი მაიორი არლოვი ბრძანებს, რომ მარაბდელები სანიმუშოდ დასასჯელად სწორედ 9 საფლავზე 9 კაცი წამოაქციეს და გაროსგეს ეს ფიზიკურ ტკივილზე უფრო მეტად არის, რა თქმა უნდა, მორალური ტკივილი და ზნეობრივი ტკივილი შეურაცხყოფა, უმძიმესი შეურაცხყოფის განცდა მწერალი სწორედ ამ სიმართლეს აჩვენებს. მანობის წიგნებში ასეთი რამ ჩაწერა. ბოლშევიზმი უზადო და უმციკლო სახეა რუსიერის. ის მისი დედაც არის, მამაც, მშობელიც და შობელიც. ორივე ერთია, განუყრელია და კმარა დაამთავრდეს ზღაპარი იმაზე, რომ ერის სხვა არის და ბოლშევიზმი სხვა. ეს იყო მისი ხედვა, მისი შეფასება, რომელსაც ხატრული ასე ვთქვათ, მეთოდებით, რეალისტური მეთოდით ის ასახავდა ტექსტს. ისე მისი ნაციონალური მიდგომებიდან გამომდინარეობს. მისი ნაციონალიზმიდან გამომდინარე. ქართული ნაციონალიზმი ეს პატრიოტიზმია და გულისხმობს სამშობლოს დაცვას, დაიცვა საკუთარი ოჯახი, სახლი, კარი, მამული, ხოლო რუსული ნაციონალიზმი არის შოვინიზმი, გამხეცისა, რომელმაც ორი მეზობელი შეჭამა და კიდევ მესამეს მოითხოვს. ასეთი იყო მისი ჩანაწერებიდან გამომდინარე მისი ხედვა. ასე რომ ის არ ერიდებოდა იმ კონტექსტში, რომელშიც ქადაგებდნენ ინტერნაციონალიზმს. რუს ერს წარმოსახავდნენ როგორც, ასე ვთქვათ, ზეპურს, საზებურო ერს და ყველა საბჭოთა სხვა ერისთვის მისაბად სანიმუშო და სათაყვანებელ, ასე ვთქვათ, ნაციას, აი მწერალი ქმნის ლამბალო თაყაშას და წერს არსენა მარაბდელს, რომელშიც რუსული იმპერიის, აი რუსი ოფიცრის ანალოგიური სახე ისევე ილიას რო დავესესხოთ მძავრის წერილებიდან, ეს არის რუსი ოფიცერი მაიორი არლოვი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ანუ ის არა მხოლოდ ფიზიკურ სასჯელს აწესებს, როგორც ეგზეკუტანტი, არამედ ის მორალურ ზნეობრივ შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს და ლახავს და თელავს მის ხილს. არა მხოლოდ იმათ, ვინც იმ სულას ილახება, არამედ იმათ, ვინც იქ წვანან, ხო? და ვინც ასე ვთქვათ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველაზე ისტორიის ყველაზე უფრო საამაყო და დიდებულ სახეებს, სწორედ მათ აყენებს ამ შეურაცხყოფას და მერე იმაში თავმომავლობას, აი ძალიან ისეთი სახე ის არის, სურათია ეს, ბევრის მთქმელი, სიმბოლური და ძალიან მრავალმნიშვნელოვანი. და 1625 წლის მარაბდის ბრძოლა 400 წელი გავიდა, სულ
ახლახან ეს მარაბდის თემა ასახულია ძალიან მტკივნეულად და მძაფრად ლადო ასათიანის პოეზიაში. და აი ამ ასე ვთქვათ 9 ხერხეულიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე 4 ეპისკოპოსი დაიღუპა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მე არა ვარ ისტორიკოსი და 9 ხერხეულიძე თავიანთი დედით, მამით, დედით და დიდ. ასე რომ ეს ვებერთელ ამ მსხვერპლი, რომელიც ფაქტია, რომ ეს უზარმაზარი ძალების მობილიზება ამას ხელი შეუწყო თვითკეთებან დედოფლის მაგალითმა და მაშინ როდესაც დედოფალი ასეთი სიმტკიცით დაითმენდა ურჯულოთაგან ტანჯვას თავისი სარწმუნოების შესანარჩუნებლად, რიგითი ქართველები ზეპური თუ არაზეპური ქართველები ვერ მისცემდნენ თავიანთ თავს უფლებას, რომ არ ებრძოლათ და არ, ასე ვთქვათ, დაეთმოთ თავიანთი მიწაწყალი, იდენტობა და ასე შემდეგ, ასე რომ ქეთევან დედოფლის ღვაწლმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეასრულა, როგორც ვიცით და არსენა მარაბდელის ფურცლებიდან შემოგვცქერის არა მხოლოდ ის კონტექსტი, ის ეპიზოდები, ის პერიოდი მე-19 საუკუნის, არამედ რაღაც უცნაურად წარსულიც და კიდევ მომავალი. თითქოს აი დროთა კავშირი კი არ ირღვევა, არამედ მთლიანდება ამ ნაწარმოებში, ერთიანდება, აკუმულირდება რამდენიმე პერსონაჟი და შემდეგ აკუმულირდება აი ამ დაფლეთილი ბოლოებს შემომწვარი დროშის სახით, რომელიც ღვთისავარის არსენას შემდეგ მათი ასე ვთქვათ მემკვიდრეების ხელში დარჩება გლეხკაცობის ხელში, იმიტომ რომ მომავალი საქართველოსი არის გლეხობისა. გლეხკაცობის, აი ესეთი არის მწერლის ხედვა. შემდეგ 20-იანი წლები იწურება და მივდივართ 1928 წელთან, როცა მწერალი უკვე თვითონ საკუთარი ძალის ხმევით, მწერლური, რეალისტური მანერით კი არ ცდილობს შექმნას სამომავლო ხატები უკვე მომავალი თაობისთვის, რას უნდა დაეყრდნონ ახალგაზრდები, ახალგაზრდა-მკითხველები და იქნება ლიტერატურული გაერთიანება არიფიონი. კი ბატონო. დიახ. არიფიონი, რომელიც ერთადერთი ალმანახიც, ერთადერთი ნომერი გამოვიდა, არიფიონი დაფუძნდა თვითონ მიხეილ ჯავახიშვილის სახლში, აი დღესაც არის ეს ბინა მუზეუმი მემორიალური ჩვენი მწერლის და არიფიონის დაფუძნება და არსების პერიოდში იქნება მისი რომანი გივი შადური. ეს ძალიან საინტერესო ორიგინალური სრულიად სტრუქტურის ნაწარმოებია ქართულ რომანისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი არა პოეტ-კლა. ასეთი აი ამ ნაწარმოების პათოსი ერთ-ერთი ასე ვთქვათ შენაკადი და მწერალი მიმართავს იუმორს, ესეთ სახალისო ასე ვთქვათ პასაჟებს გვთავაზობს ამ ნაწარმოებში, რომელსაც ახლა არ განვიხილავთ, მაგრამ ძალიან საყურადღებოა არიფიონის სტრუქტურა. ამ ალმანახშია სწორედ ასახული შეტანილი ისეთი ნაწარმოებები, მოწვეული და ასე ვთქვათ თან სათანამშრომლოდ განწყობილია ის საზოგადოება, რომელიც როგორც ჩანს მწერალმა წახალისა ერთგვარად, რომ შეექმნათ ისეთი ჯგუფი, გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტექსტით იქნებოდა ეს თარგმანები, მხატვრული ნაწარმოებები, პოეზია თუ პროზა, სწორედ სამომავლო ორიენტირებსა და ეროვნული იდეის გადარჩენის, ვარი დამკვიდრებისა და ქადაგების მიმართულებით იქნებოდა ორიენტირებული. აქ მაგრამ მოხდა ის, რომ მიხეილ ჯავახიშვილმა აქ შეიტანა თავისი მოთხრობა დამპატიშე და დაიქცა ქვეყანა. დამპატიშე ჯაყოს ანალოგი პერსონაჟია. დამპატიშე არის, ასე ვთქვათ, პარაზიტი, ეს ოქრო პირია, ნამდვილი მისი სახელი, მაგრამ ის ცხოვრობს სხვის ხარჯზე, სხვისი მოწეული დოლათით, სხვისი ნაშრომით. ეს არის ახალი ხელისუფლების მიერ წახალისებული უქნარა და მანიპულატორი ადამიანი, რომელიც მწერალმა ამხილა და გამოაშკარავა. და რატომ გადაწყვიტა რომ შეეტანა ეს სავარაუდოდ მას მიაჩნდა, რომ ეროვნული გადარჩენის იდეები მაღალფარდოვნად და რაღაც ასე ვთქვათ ჰეროიკული ნაციონალური ისტორიის ასე ვთქვათ გამოყენებით კი არ უნდა დამკვიდრებულიყო, არამედ ფხიზელი
მამხილებელი თვალი თავისა და კარგის გარჩევით აი ამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ იმპლემენტირებული ჯაშუშების, დამსმენებისა და პარაზიტების ტიპების გამოკვეთით და გამოვლენით. ეს ყოველგვარი გაფრთხილება და ესეთი მოდელი მატრიცა საბჭოთა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების წახალისებული ტიპებისა სოფლად. დამპატიჟე წურბელასავით მიეტმასნა და დააჯდა თევდორეს, მიწის მუშას, გლეხს, გამრჯელს, იმ ფენას, სწორედ რომელსაც წერალი დიდად გულშემატკივრობდა. ეს არის ერთგვარი მოთხრობა გაფრთხილება, ერთგვარი აი ესეთი ნაწარმოები, რომელიც რა თქმა უნდა საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინვე შენიშნა, შეაფასა, თუ ჯაყოს ხიზნებში ჯერ კიდევ არ ეცალათ და ასე ჩაიარა ჯაყოსთან საბჭოთა ხელისუფლებისა და ბოლშევიკის გაიგივება ჯაყოსთან, აი ამ მოთხრობის გამო ძალიან დიდი უსიამოვნება შეემთხვა. კონკრეტულად რა მოხდა? ვინ გამოეხმაურა მაგალითად? კონკრეტულად იყო უარყოფითი დაგმობილი, ესე იგი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ვერ ხედავს საბჭოთა აღმშენებლობას, რომ ის ათანადოდ ვერ აფასებს, როგორ წასწია წინ საბჭოთა ხელისუფლებამ მოქალაქეების ცხოვრება, როგორ განავითარა სოფელი. ეს წერალი არის, ესე იგი, უსამართლო და ცილისწამებელი. ეს მოთხრობა შეფასდა როგორც ცილისწამება საბჭოთა წყობაზე. და შესაბამისად ეს მოთხრობაც გაიკიცხა, დაიგმო მწერალიც და არიფიონის გამოცემაც შეწყდა. ძალიან საინტერესო იყო ემბლემა არიფიონისა. თასზე შემომსხდარია ორი ხოხობი და ეს ემბლემაც ესეთი მოფიქრებულია, ეს ხოხბის სიმბოლური, ასე ვთქვათ, კავშირი თუნდაც თბილისის დაარსებასთან და ხოხობი როგორც ფაზანუს კოლხიკუს ქართული ჯიშის გამოვლინება. აი ეს ქართული გენეტიკის ჯიშის ხაზგასმა ყველგან და ყოველთვის იყო მისთვის დამახასიათებელი პერსონაჟების გარეგნობის აღწერაშიც. და აი საგნობრივი გარემო შექმნის დროსაც. და არიფიონის საქმე ძალიან ცუდად წავიდა. არაჩვეულებრივი გუნდი, რომელიც მწერალმა შემოიკრიბა, ნუ რა თქმა უნდა დაიშალა, იმიტომ რომ ხელისუფლება აღარ იძლეოდა მუშაობის, არ იძლეოდა მუშაობის სამშობლო. და იყო მხოლოდ ეს მიზეზი არიფიონის, ასე ვთქვათ, ვერ გაგრძელების დამპატიჟე შეტანა მასში თუ მარტო დამპატიჟე არა, იყო ზოგადად მიუღებლობა და რა თქმა უნდა იოლად შესამჩნევი იყო რომ მწერლები ამ ჯგუფში გაერთიანებული მწერლები საბჭოთა სოციალისტური აღშენებლობით ზოგადად არ დაინტერესდებოდნენ. იქ არის ძალიან საინტერესო ანტიკურობიდან მასალა შეტანილი, რომ სამშობლოს უნდა ვემსახუროთ მიუხედავად იმისა როგორია ეს სამშობლო. სამშობლო შეიძლება იყოს ფეხმუსხლეტილი, ასეთი ეპითეტი ჰქონდა მიხეილს, აი შეიძლება იყოს შემცდარი ქალი, რომელიც არასწორ ცხოვრებას ეწევა და თუნდაც თავისი სხეულით ქალის, თუნდაც სხეულით ვაჭრობს. ასეთი ქალი შეიძლება იყოს დაცემული სამშობლო, სამშობლო შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, დაკავშირებული თავისი დაცემით სწორედ ასეთ დედაკაცთან, მაგრამ ჩვენ ყველანაირ სამშობლოს უნდა ვემსახუროთ და არ უნდა განვუდგეთ მას. და ასეთ სამშობლოს სწორედ უნდა უფრო მეტად დაუდგეთ ერთგულ დარაჯებად და გუშაგებად და ვეცადოთ მის გაჯანსაღებას. ზოგადი პათოსი თვითონ მწერლის მხრიდან იყო ასეთი, მან დაწერა კიდეც წარდგენა ამ ალმანახის და არიფიონის ჯგუფისა, მაგრამ ცხადია რომ ეს პროექტი არ გამოვიდოდა. ის რაც მოიხვეჭდა ავტორიტეტს, ის რაც ასე ვთქვათ საბჭოთა ავტორიტეტის მიღმა დარჩებოდა და ამაღლდებოდა როგორც რეპუტაციული კაპიტალის მქონე, თუნდაც ინტელექტუალური მოძრაობა. ეს საბჭოთა მანქანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ აილებლა გავაგრძელოთ 25 წლიდან მოყოლებული უკვე. როგორ ვითარდება თავად მისი ბედი, როგორც მწერლის და მისი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან. ვითარდება ლოგიკურად და მწყობრად, ისე როგორც არ შეიძლებოდა განვითარებულიყო, ისე რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა განვითარებულიყო. დამპატიჟეს, ასე ვთქვათ, ინციდენტის და ფაქტორების შემდეგ არსენამ არაბდელმა გარკვეულწილად ოდნავ საქმეს უშველა.
და მისმა გამოქვეყნებამ აღმოჩნდა, რომ სტალინს ძალიან მოეწონა მისი ქართული არსენას ქართული და აი ეს დამაიმედებელი ერთგვარი და წამახალისებელი შეფასება სტალინისგან თურმე წერლისთვის გადაუცია ალიოშა სვანიძეს, ალექსანდრე სვანიძეს, სტალინის სოლისმას, პირველი მეუღლის ძმას და მასვე უნდა ეთქვა წერლისთვის გადაეცა ის, რომ აი იმუშავე და იმუშავე, რომ შენ არაფერი არ შეგეხება და რომ ასე ვთქვათ და იმ წერალი ვერ აგრძელებს მუშაობას, არ გამოსდის მას საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი. რაიმე ასპექტით აი საბჭოთა ხელისუფლების საქმიანობის პოზიტიურად ამსახველი ნაწარმოები, რაც იყო ერთადერთი დაკვეთა და ყველაზე მნიშვნელოვანი. მით უმეტეს იმ წერლებისგან, რომლებიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობდნენ, რომელთა გავლენა მკითხველზე იყო საკმაოდ დიდი, მათ მიმართ იყო ეს წნეხი საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, მათგან ელოდნენ. მდგომარეობაში მეტნაკლებად იყო რა თქმა უნდა კონსტანტინე გამსახურდია. დიახ, განსაკუთრებით ეს პროზაიკოსები, ტიტანიანი ნაწარმოებების ავტორები, რომანისტი. და რა თქმა უნდა ეს იყო მათი ხელისუფლების მოთხოვნა. მწერალს მოუხდა მოგვიანებით ეგ 30-იანი წლებია, მწერალს მოუხდა გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობა, მას მოუხდა ასევე წარმომადგენლობით დელეგაციებში, ასე ვთქვათ, წევრობა, ის აღმოჩნდა მოსკოვში ერთ-ერთ მიღებაზე და მას ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ბელადთან, სტალინთან. რომელმაც მოიკითხა ის და კითხა, ამის სტენოგრაფიული ჩანაწერი არსებობს და გამოქვეყნებულია კიდევაც ეს გასაუბრება ბელადთან და ბელადმა მოიკითხა ის და დაინტერესდა თუ რა მუშაობდა მწერალი და მწერალმა ისე როგორც მას ჩვეოდა, მე არ ვიცი ახლა ეს არ არის მისი ესეთი პიროვნული თვისებები, ესე გამოკვლეული, მაგრამ ძალიან თვალშისაცემია ეს პირდაპირობა ის რომ მას არ შეეძლო რაღაც ასე ვთქვათ დიპლომატიური მანევრირება, ორაზროვნება, რაღაც ესეთი თუნდაც ასეთ კონტექსტში და ასეთ კომუნიკაციის დროს. მან ველაც უთხრა რომ ის მუშაობდა რომანზე და რუსულად ესე იგი იყო საუბარი და რომანს ერქვა ქალის ტვირთი. აქ მწერალს და სტალინს შორის ესეთი გასაუბრება იყო ჟენსკე ბრემე или ჟენსკая ноша. რომელი სათაური ჯობდა. სტალინმაც მიიღო მონაწილეობა ამ სათაურის ასე ვთქვათ ფორმულირებაში შესთავაზა. მიხეილმა უთხრა რომ წერდა ამ რომანს 1905 წლის რევოლუციის მოვლენებზე და ექვე პირდაპირ გამოუცხადა მას რომ რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიდა ამხანაგ სტალინის მონაწილეობას ამ მოვლენებში. არადის ცნობილი სტალინის შემდგომი, ასე ვთქვათ, რაღაც გაცოცხალი და ცხოველი ინტერესი ამ რომანის და ამ ნაწარმოების მიმართ, მაგრამ გამოვიდა ქალის ტვირთი 1936 წელს. რომანის სათაური არის აი სწორედ ისეთი ქალის ტვირთის წერლის მთელი შემოქმედებისთვის თითქოს კრებსითი სათაურია და ამ სათაურის მიღმა დაწყებული მარკო ყაფლანიშვილიდან ეკა უპატრონო სხვა ქალები, რომლებიც ძალადობისა და 1000 გვარი უბედურების მსხვერპლნი არიან და რომელთა დიდი გულშემატკივარიც არის მწერალი, თითქოს აი ამ ყველა სახემ აკუმულირებულად ერთად ამ სათაურში მოიყარა თავი. პერსონაჟი მთავარი გმირი ქეთევა ნახატნელი იმდროინდელი 900-იანი წლების გამორჩეული თბილისური ოჯახის ასე ვთქვათ ქალიშვილი სტუმრებს ელის თავის დღეობაზე მას აცვია შინდისფერი კაბა და ეს კაბა გაწყობილია შავი და თეთრი ჩანართებით.
ძალიან გამჭვირვალე ალეგორია, აქ არაფრის ასე ვთქვათ, გახსენებაც კი არ არის საჭირო 30-იანი წლების მკითხველისთვის, ყველა ხვდება რომ ქეთევან ახატნელი არის მიანიშნებს დამოუკიდებლობის დროინდელ საქართველოს. იმ საქართველოს, რომლის დროშაც იყო სწორედ შინდისფერი, შავი და თეთრი ჩანართები და მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს დროშა, სანამ ჩვენ გვექნებოდა ეს 5-ჯვრიანი დროშა, რომელიც ახლა არის ჩვენი ჰერალდიკური ემბლემა. ქეთევან ახატნელის თავგადასავალი ტრაგიკულად დაუკავშირდა ახალგაზრდა რევოლუციონერ ზურაბ გურგენიძეს. სწორედ მის შესახებ აუწყებდა მწერალი ბელაც, რომ ზურაბ გურგენიძის თავის ერთ-ერთი გმირის პროტოტიპი სწორედ იქნებოდა იოსებ სტალინი. რა ხდება ზურაბ გურგენიძის თავს? რით გამოიჩინა მან თავი? რა განსაკუთრებული როლი შეასრულა? არის თუ არა ეს ჰეროიკული პერსონაჟი? ნაწარმოების მიხედვით ირკვევა, რომ სულაც არ არის ზურაბ გურგენიძე გმირი, ის მანიპულირებს და სარგებლობს ქალების ყურადღებით. არწმუნებს ქეთევან ახატნელს, რომელიც მას შეიყვარებს, მოიწონებს, არწმუნებს ქეთევან ახატნელს, რომ შეასრულოს იბდითის როლი და გათხოვდეს უსიყვარულოდ ვინმე ჟანდარმ ავშაროვზე და აი ამ თავისი ნაბიჯებით სარგებელი მოუტანოს რევოლუციას, რევოლუციურ მოძრაობას. ეს არის მანიპულატორი, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებით. ზურაბ გურგენიძე და ეს არის საჩოთი რო გარკვეულწილად, საჩოთი რო ღირებულებების და სრულიად დაბალი ზნეობრივი იერის პერსონაჟი. აი ასეთი პროტოტიპი მოუძებნა მან იოსებ სტალინს. ასეთი წარმოიდგინა, ასე დაინახა სტალინის როლი რევოლუციურ საქმეებში. რომანის ფინალი წარმოგვიდგენს ქეთევან ახატნელს, რომელიც ფეხმძიმედ არის ზურაბ გურგენიძისგან და რომელიც თავს იკლავს. შეაბიჯე ახალი სტანდარტის სილამაზისა და ხარისხის სამყაროში. ჩვენი ბრენდირებული ჭურჭლის კოლექციები იქმნება იმავე საწარმოებში, რომელშიც იბადებიან მსოფლიოს საუკეთესო და სახელგანთქმული ბრენდები, რომელიც ნებისმიერ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ჩვენს ულამაზეს სივრცეში შეიგრძნობა ორიგინალობა, ბრენდული ხარისხი, უმაღლესი ეკოლოგიური მარკირება და დიზაინი. ფერადი, ელეგანტური და უკიდურესად დახვეწილი თითოეული ნივთი აერთიანებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ესთეტიკას, გამძლეობას და გემოვნებიან დეტალებს. მობრძანდი პეკინის ქუჩის 5 ნომერში. ჩვენთან მხოლოდ სტუმრობაც კი უკიდურესად სასიამოვნო და საინტერესოა. რომანის ფინალი უკიდურესად მძიმეა. მწერალმა ფაქტობრივად უთხრა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და იმ სტალინს, რომელიც იმ პერიოდისთვის უკვე ძალიან თავმოწონებით ცდილობდა ყოფილიყო ქართული კულტურის მესვეური, პატრონი, მსრუნველი, მამა, წინამძღოლი. აი ამ სტალინს მწერალმა მიანიშნა, რომ ის ასეთ როლს ვერ შეასრულებდა, რომ მის ხელში ის ქართული კულტურა, რომლის სიმბოლოც არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, არისტოკრატიული ქართული კულტურა, ქართული ჯიში, ქეთევან ახატნელის სახით პერსონიფიცირებული, ვერ გაიხარებდა. არათუ ვერ გაიხარებდა, მისგან წიაღს ვერ იწიაღებდა, ვერ შობდა მისგან. ის იყო განწირული დასაღუპად. ორსული ქალი იღუპება რომანის ფინალში, ორსული ზურაბ გურგენიძისგან, ზურაბ გურგენიძის პროტოტიპი იოსებ სტალინია. და მე ჩვენ გვიკვირს, რატომ გამოცხადდა ეს რომანი სუსტ ნაწარმოებად, რატომ იქნა ესე ვთქვათ მეთოდურად მივიწყების და მილევისკენ ამ რომანის მიმართ ინტერესი, ასე ვთქვათ, მკითხველებისა საბჭოთა პროპაგანდის მიერ. მოგვიანებით გადაღებული ფილმით საკმაოდ, ასე ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება და ჩვენ გვიკვირს, ვერაფრით ვერ გავიკვირვებთ იმ შედეგს, რაც დადგა. მწერალი არ გამოსწორდა. იცი რა, ეს საქციელი, ხო, თუ კი ჩვენ შევხედავთ ახლა თავად მწერლის პოზიციიდან იმ დროინდელი, ასე ვთქვათ, ფონიდან და კონტექსტიდან არის პირდაპირ წასვლა იმაზე, რაც მოხდა. დიახ, ამიტომ ცხადია, რომ მოხდა ლოგიკურად ის, როგორ გაბედა ეს. სხვანაირად როგორც ჩანს, ის ვერ მოიქცეოდა. აი ყველაზე საინტერესო არის აი ასეთი ღია, ყოველგვარი
ლავირების საშუალებდა რომ არ დაიტოვებ უკან დასახებ გზას, რომ ჩახერგავა ამ ნიჩბისის ასე ვთქვათ ხევს თუ რაღაც უკან დასახებ გზას, როცა ასე ვთქვათ საქმე გაქვს ადამიანთან, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ. არა პირადად, არამედ ძალიან კარგად იცნობ როგორც ფსიქოტიპს და გამოკლეული და შესწავლილი ყავს და ერთ-ერთ მოთხრობაში ასახე კიდეც. და ერთგვარად იწინასწარმეტყველე მისი ადამიანური ხვედრი, მე მინდა ამ ტექსტზე ვისაუბრო. ეს არის წითელი დირექტორი აპოლონ რაპოლიძე, დამდნარი ჯაჭვი ჰქვია ამ მოთხრობას. დაიწერა 20-იან წლებში 25 წელს. წერალი უკვირდება იკვლევს ბოლშევიკის ბუნებას. შეუძლია თუ არა ბოლშევიკს იყოს როგორც ადამიანი, როგორც მამაკაცი, ბედნიერი. არ შეუძლია. აპოლონ რაპოლიძეს არ შეუძლია საყვარელ ქალს უთხრას მიყვარხარ, ის ამბობს მინდიხარ. რა ხდება ამ მოთხრობაში? ბოლშევიკი აპოლონ რაპოლიძე ახალგაზრდობაში ძალიან მოწადინებული და მონდომებული რევოლუციონერი ახალგაზრდა ტოვებს თავის სატრფოს, შეყვარებულს, დაროს და ის მიდის, ასე ვთქვათ, გადაასახლებენ მას თავისი საქმიანობის გამო. მოგვიანებით დარო ახალგაზრდა კაცზე დაქორწინდება, რომელიც არის მოგვიანებით თეთრგვარდიელი და რუსეთში სამოქალაქო ომის, წითლებისა და თეთრების ომის დროს, როცა აპოლონ რაპოლიძე უკვე წითელი კომისრობისკენ, ასე ვთქვათ, უკვე მზად არის, რომ წითელ ხელმძღვანელობაში ჩაერთოს და არის კიდეც ჩართული და რომ მას მოინახულებს და სთხოვს დაპატიმრებული ქმრის გადარჩენას და ამაზე ის ვარს ეუბნება და მის ქმარს, დაროს ქმარს დახვრეტენ. მოგვიანებით დარო და მისი ქალიშვილი დასახლდებიან ბაქოში და ბაქოდან ისინი ჩამოდიან თბილისში. მარინე შოფურიძე არის ამ გოგონას გვარი და სახელი და მარინე შოფურიძე მოეწყობა სამსახურში წითელ ოფისში, წითელ ბიუროში, წითელი დირექტორის თანაშემწედ, ის მემანქანია. ბაქოდან ჩამოსული გოგონა წითელი დირექტორის მემანქანე. ეს ზედმიწევნით ასახავს სტალინისა და ნაჯეჟდა ალილუევას ბიოგრაფიულ მონაცემებს. უბის წიგნებში ამის დამადასტურებელი რაიმე არ არის, მაგრამ ეს არის მწერლის უტყუარი ლოგიკა და უტყუარი, ასე ვთქვათ, ესეთი ფსიქოტიპის განვითარებაზე ორიენტირებული და მასთან მიბმული ხაზი სიუჟეტური. დაროსთან ისტორია უკვე წარსულს ჩაბარდა და აპოლონ რაპოლიძე ამ მშვენიერი გოგონათი მოიხიბლება. მასთან ერთად დროსაც გაატარებს, შემდეგ ცოლობასაც კი შესთავაზებს. მოგვიანებით, როცა მას სახლში მიაცილებს, ის დაინახავს, მიხვდება, რომ ამ გოგონას დედა მისი ყოფილი შეყვარებულია და გაუჩნდება განცდა, რომ ხომ არ არის ეს მისი შვილი, ეს ბავშვი. თუმცა ინცესტის ანალოგიური სიტუაცია იქნება, თუმცა ეს არ დასტურდება. დედისა და ყოფილი სატრფოს, ანუ დაროსა და აპოლონის საუბარს ყურს მოჰკრავს მარინე, რომელიც თავს იკლავს. აპოლონიც თავს იკლავს აპოლონ რაპოლიძეს და მოთხრობის ფინალში ავტორი მიანიშნებს, რომ აპოლონი ჩაიკეცა და იყო, ასე ვთქვათ, გართმული ძირს იატაკზე, თითქოს თავისი თავი თვითონვე ჯვარზე გააკრაო. აპოლონი თვითონ არის საკუთარი თავის დაღუპვის შემოქმედი, როგორც ადამიანი, ის როგორც ადამიანი, ადამიანური ბედნიერების მოპოვება ამისთვის შეუძლებელია, ის თვითჯვარცმულია. საკუთარ თავს თვითონვე გაიტანჯავს, იმით რომ მხოლოდ ძალაუფლება და ხორციელი ბუნება არის მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ხაზის დომინანტი, სისასტიკესთან შეწყვილებული და შეერთებული, შეხამებული. მოკლედ, ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით ეს მოდელი ერთგვარად ასახავს სტალინის თვითონ ბიოგრაფიას და მის განსაკუთრებით მეორე ქორწინებას, როცა მეორე მეუღლემ 1932 წელს, თუ არ ვცდები, 7 ნოემბერს საბჭოთა რევოლუციის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავი იმის შემდეგ შინ დაბრუნებულმა ნაჯეჟდა ალილუევამ, სრულიად ახალგაზრდა ქალმა, ფელადის ამხელა უკვე ვებერთელა ქვეყნის ფელადის მეუღლე, მისი ორი შვილის დედამ, ძმის მიერ ნაჩუქარი პატარა პისტოლეტი თავი მოიკლა.
სტალინის ქცევა, მისი დამოკიდებულება ცოლის მიმართ, მისი ასე თქვათ, აი შინაგანი სიცივე, სისასტიკე, ეს მომენტები მწერალმა და განსაკუთრებით ეს ბიოგრაფიული ზიგზაგები სტალინის სწორედ ბაქოში გაიცნობს ალილუებებს, იქედან მოსდევს მას ამ ოჯახთან სიახლოვე და კომუნიკაცია. მოგვიანებით სტალინის ოფისში თვითონ ნაძეჟდა ალილუევა მუშაობდა მის ასისტენტად, ბეჭდავად, მდივან მემანქანეთ, ისინი ასე თანამშრომლობდნენ და შემდეგ დაქორწინდნენ. ასაკობრივი, ასე ვთქვათ, განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია და იქ მithქმა მოთქმა სტალინისა და ალილუევას დედასთან ურთიერთობის შესახებ ამ ქორწინებას მუდამ გასდევდა. ასე რომ მწერალი საკმაოდ კარგად იყო ამ ჭორმართლით ინფორმირებული, ამ ინფორმაციით, როგორც ჩანს და საგანგებოდ ფიქრობ, რომ შეისწავლიდა ამ ბიოგრაფიებს. როგორც ჩანს, მას აინტერესებდა ეს ფსიქოტიპი, მაინც საინტერესო იყო, როგორც ჩანს მისთვის. ამხელა ბევერთელა ქვეყნის სათავეში. კი ბატონო. და იყო თუ არა ასეთი ფსიქოტიპი, როგორც ადამიანი, როგორც მამაკაცი, ბედნიერი და სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, ოჯახის შემოქმედი. მისი პასუხი არის ცალსახად უარი, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს წითელი დირექტორი, როგორი ასე ვთქვათ, მანქანაც არ უნდა ემსახურებოდეს, როგორი დაფასებულიც არ უნდა იყოს, ის თავის თავს თვითონვე ჯვარზე აკრავს. ეს მოთხრობა დაიწერა 20-იან წლებში, 25-26 წლის ამ მოგვიანებით წითელი დირექტორის სახის კვლევა კიდევ უფრო გაღრმავდა და აი ზურაბ გურგენიძის სახში გამოიხატა და პერსპექტივა სრულიად თუ იმედო. ეს ფენა, ასეთი ცნობიერების ლიდერები, ასე ვთქვათ, პიროვნებები მოსულნი ქვეყნის სათავეში, ისინი ვერ წასწევენ ქვეყანას წინ და უკვე აი საოცარი ფინალი მათი ხელდებული ქალი დაიღუპება ის ნაყოფი. თუნდაც რომელიც იწიაღა ამ ქალმა. ძალიან საინტერესოა ჯაყოსქრისნებში მარგომ ჯაყოსკანშვილი გააჩინა. ეს ბავშვი ისეთი ხუნიერია, რომ ფეხით აკვანს ამტვრებს და ომახიანად ტირის და ვერავინ ვერ აჩუმებს და ჯაყო თავის დათვის თაცმას ლოყაზე უთათუნებს. მოგვიანებით ქალის ტვირთში ზურაბ გურგენიძისაგან ქეთევან ახატნელი ვერ შობს მისი, ასე ვთქვათ, შვილი დაიღუპება დედასთან ერთად. მოკლედ განაჩენი უფრო მეტად მკაცრია, უფრო ასე ვთქვათ, შედარებით კიდევ უფრო მეტად პერსპექტივო ამ ხრივ წერილს როგორც ჩანს, უკეთესად დაინახა ეს ყველაფერი მერე თანდათან, ხო? დიახ, თანდათან და მოვლენების განვითარების კვალობაზე, იმ წნეხისა და პროპაგანდის ფონზე, რაც ჯერ მარტო ანდრეი ჟიდის ვიზიტის შემდეგ გამოვლინდა მწერლის მიმართ ფრიად უმძიმესი ბრალდებებით დამოკიდებულება და ეს ცნობილი მოვლენები აღწერილია დღემდე ინტერესის საგანს წარმოადგენს როგორც ლიტერატურის ცოდნეებში, ასევე ისტორიკოსებისა და ფილოლოგებისთვის და ფაქტია, რომ მწერალი ამ მხრივ იყო კომპრომისო, მას თავისი დამოკიდებულება საბჭოთა ლიდერშიპის მიმართ არ შეცვლია. არც დაუფარავს. კაცმა არ იცის ახლა უფრო მეტად რო გაგრძელებულიყო დისკუსია სტალინთან, იქ კიდევ რა მოხდებოდა და რა სიტყოდა, რა პირდაპირობით, ასე ვთქვათ, გამოიჩენდა თავს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. და ლელა, მაშინ ბარიღამ ვისაუბროთ იმაზეც, თუ როგორ დასრულდა მისი ცხოვრება, ხო, რადგანაც რაღაცნაირად მოგვიწია ამ ბიოგრაფიულ 47 წელს რომ შეუსრულდა 47 წელი დაწერა ლექსი, მე ჯერ არ მithქვამს ჩემი სათქმელი, ძალიან სევდიანი და გულსაკლავი ლექსია. მწერალი 1937 წელს აგვისტოს თვეში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად ქვიშხეთში. შემორჩენილია კიდეც ციხესთან ოჯახური ფოტო, ეს მისი ბოლო ფოტოა. პარალელურად თბილისში მიმდინარეობდა უკვე ჩხრიკებოდა მისი სახლი, გაქონდათ ნივთები, თავდაყირა იდგა მის სამუშაო კაბინეტი, ეზიდებოდნენ ხელნაწერებს და მწერალი დააპატიმრეს, ეს ყველაფერი დეტალურად აქვს აღწერილი ქალბატონ ქეთევან ჯავახიშვილს თავის მოგონებებში და 30 სექტემბერს
ძალიან მძიმე პირობების შემდეგ, ციხეში წამების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს. უცნობია მისი საფლავი, ისე როგორც არაერთი სხვა იმდროინდელი გამორჩეული, გამოჩენილი თუ ნაკლებად გამოჩენილი ქართველის. არის გარკვეული მოგონებები, რომლებიც ასახავს ციხეში მისი ყოფნის პერიოდს, რომ ის გამუდმებით პირჯვარს იწერდა, ასე ვთქვათ, პატიმრობის დროს არის რამდენიმე ასეთი გამოხმაურება და მოგონება. მისი მეუღლე ლუბა ჯაჭვაძე მისი დაღუპვის შემდეგ სახლიდან არ გამოსულა. რეაბილიტაციის შემდეგ ის ასე ვთქვათ მაინც მოისურვეს მისი გარეთ საზოგადოებაში გამოყვანა, მაგრამ ცუდად გახდა და ისევ უკან მიაბრუნეს. აი ასეთი უმძიმესი დაღი დაესვა ოჯახს, მის არაჩვეულებრივ ქალიშვილებს, მე ხვდა ბედნიერება წილად ვიცნობდი ქალბატონ რუსუდანს და მან დაწერა პატარა წიგნი მოგონებები მამაზე. ძირითადად ეს ნარატივი რუსუდანი პატარა იყო, როდესაც მამა დაეღუპა და დაყრდნობილია მაინც ოჯახის წევრების გადმოცემებზე და ქალბატონი ქეთევანის უფროსი დის გადმოცემებზე. როდესაც მწერალი დააპატიმრეს და დახვრიტეს, ოჯახი ხალხის მტრის ოჯახად ცხადდებოდა. ამ ხალხის მტრის შვილებს არ ჰქონდათ განათლების მიღების უფლება, გარკვეულწილად შეზღუდული ჰქონდათ რაღაც უფრო შეიძლება მოეთხოვათ საერთოდ გაერიცხათ სასწავლებლიდან, მერე აღდგენა საკმაოდ რთული იყო. ეს ეტაპები, ეს მდგომარეობა გაიარა ამ ოჯახმაც. მეტიც სახლი, საცხოვრებელი ბინა მათ ჩამოერთმეოდათ და გადაეცემოდათ ხოლმე სხვებს, მათ ვინც არ იყო ხალხის მტერი. ამ სიტუაციაში მოხდა ერთი ამბავი შალვარადიანმა იმდროინდელმა კრიტიკოსმა გამოაცხადა, რომ ის თანახმა იყო, რომ მას დაეკავებინა ჯავახიშვილების ბინა და მან და მისი მეუღლემ ქეთევან ირემაძემ ისე დაიკავეს ეს ბინა, რომ არ მოუთხოვიათ ჯავახიშვილების გაძევება ბინიდან. საკმარისი იყო ერთი წინადადება, ერთი მოთხოვნა, ერთი განცხადება, რომ მათ მთლიანად სურდათ ამ ბინაში ცხოვრება, ამ ხალხის მტრის ოჯახის წევრების გარეშე, რომ მოხდებოდა ის, რაც სხვა შემთხვევებში ხდებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა და ეს ორი ოჯახი ერთ ოჯახად, ერთ სახლად შეიძლება საგანგებოდით ხოვა არადიენა. შეიძლება, რა თქმა უნდა, არის ამაზე საუბარი, ეს იყო ძალიან იმ დროს ოპტიმალური გამოსავალი ამ ოჯახისთვის. მოგვიანებით გარდაიცვალა ქეთევან ირემაძე და შალვარადიანი დაქორწინდა და შეირთო ქალბატონი მერიკო მართელი და გაჩნდა ორი შვილი ამ ოჯახში. რომლებიც აისაც ცოცხლები ბრძანდებიან და ღმერთმა სულ კარგად ამყოფოთ, ისინი ძალიან დაახლოებულნი იყვნენ მწერლის შვილიშვილებთან და მე მინდა ვთქვა, რომ რუსუდან ჯავახიშვილის მიერ დაწერილი ეს წიგნი არის სავსე მადლიერებით რადიანებისადმი. თითქოს აი საგანგებოდ ამ მიზნით დაიწერა, რომ მწერლის ოჯახისთვის, მწერლის, ასე ვთქვათ, მეუღლის, თავისი დის, მთელი ოჯახის სახელით რუსუდან ჯავახიშვილი ყველა მონაკვეთში გამოთქვამს რაღაც ესეთ მადლიერება გამოეხატა ამ ხალხის მიმართ. ესეც ადასტურებს იმ ზნეობრივ და მორალურ ატმოსფეროს, რომელიც თვით მწერლისგან მომდინარეობდა და რომელშიც იზრდებოდნენ და აღიზარდნენ მისი შვილები და ახლა ამ ოჯახის, ასე ვთქვათ, ამ ბინის სტატუსი არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული, ეს არის მემორიალური ბინა მუზეუმი, იქ ცხოვრობენ მწერლის შვილიშვილები, ბატონი ნუგზარ ერისთავი, ბატონი ლაშა ერისთავი ოჯახით და იზრდებიან არაჩვეულებრივი შვილები და ეს სახლი არის ძალიან თავისთავად ძალიან ძვირფასი სივრცე. ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც მკვლევრებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს ამ მწერლის შემოქმედების გაცნობა. ალბათ არის ხო ესეთი ადგილები, რომლებიც რაღაცა განსაკუთრებულ მადლმოსილებას ატარებენ და ხდებიან ერთგვარი სულიერი საყრდენი მერე ჩვენთვის თავმოულებისთვის. ნამდვილად
ნამდვილად ასეთია, სწორედ ჯავახიშვილის 21 ნომერი აღმართია და ეს სახლი, რომელიც დღეს გახსნილია ყველა დამთვალიერებლისთვის და არაჩვეულებრივი მწერლის შესანიშნავი შთამომავლები ცხოვრობენ. მინდა მათ ყველაფერი საუკეთესო უსურვო. ლეილა, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი საუბრისთვის. მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ.